პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ღია არის, თუმცა როდესაც ქვეყანა აპლიკანტის წევრის ყველა წესს არღვევს, როდესაც ძალადობს მომიტინგეებზე, აყალბებს არჩევნებს და იღებს ისეთ კანონებს, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ასეთ დროს სტატუსის გაყინვას მიესალმება. ამიტომ პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ის პროცესი, რაც დაიწყო ამერიკამ და რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ დრომდე ივანიშვილის სანქციებამდე გაყინული იყო დიპლომატიური პასპორტები ვიზო მიმოსვლის კუთხით, ეს პროცესი და სანქციების პროცესი უნდა გაიზიაროს როგორც გერმანიამ, ასევე ევროკავშირის სხვა წევრებმაც. ეს მოთხოვნა არ არის. ეს ფაქტია, რომ როდესაც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა და ამ გზიდან უხვევს, მაშინ ფაქტია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს. ეს განაცხადი ატარებს თუ არა კიდევ მნიშვნელობას. სხვა მხრიდანაც შევხედოთ. საქართველოსთვის კარი ღია. თქვენ მიიღეთ სტატუსი შარშან, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა. კანონები, დარღვევები არჩევნებზე, თავდასხმები მომიტინგეებზე. ეს არ ემთხვევა ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპებს და ლოგიკურია. თუ აპლიკანტი იქცევა ისე, რომელიც არ შეესაბამება აპლიკანტის ქცევას, მაშინ საჭიროა განიხილოს სტატუსის გაყინვა. ამერიკამ გადაწყვიტა, რომ დაიწყოს პროცესი სავიზო შეზღუდვები და უწესდეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელ პირებს. ჩვენ უნდა მივყვეთ პროცესს. გერმანიაში კურსდამთავრებულები დღეს გერმანიის საელჩოსთან მივიდნენ, სწორედ გერმანიის საელჩოსთან ჩამოვიდა პეტერ ფიშერი და შეხვდა გერმანიაში კურსდამთავრებულებს. გერმანიის ელჩი გაუმასპინძლა მათ, ასევე გაესაუბრა, მხარდაჭერა გამოუცხადა გერმანიის ელჩმა. თავის მხრივ გერმანიაში კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ ის ცოდნა, რაც მათ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მიიღეს, სჭირდებათ მათი ქვეყნისთვის, მათი ქვეყნის გაძლიერებისთვის და მათთვის ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერიც გერმანიაში მიიღო განათლება, თუმცა ის არ იყენებს ევროპულ განათლებას საქართველოსთვის და პირიქით გერმანული და ევროპული განათლების ნაცვლად რუსულ გზაზე აყენებს საქართველოს. ამიტომ გერმანიაში კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ მათი პირველი და უპირველესი მოვალეობა არის ცხადია ამ ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება. ევროპის კარი თითქმის დაღებული გქონდა უკან, რომ არა ოცნება, რომელიც ცდილობს მთელი თავისი ძალით გამოაწვიოს ქვეყანა ამ კარიდან. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. ჩვენ ხედავთ, ხალხი ქუჩაშია. ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისათვის. ხალხის ძალა, რომელსაც ეკუთვნის ქვეყანა, არის ქუჩაში, გუგუნებს ქუჩაში და ითხოვს თავისუფლებას, ითხოვს სწორედ იმას, რომ საბოლოოდ დასრულდეს ერთი ადამიანის მმართველობა ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ცოდნა, რაც ჩვენ მივიღეთ იქ, აუცილებლად გამოვიყენოთ სწორი მიზნებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ცოდნა, რომელიც ძალიან ღირებულია, უნდა ემსახურებოდეს თავისუფლებას, უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობას და ის არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული. სწორედ ეს არის ჩვენი სათქმელი. ჩვენ ყველანი იმის წინააღმდეგი ვართ, რომ შეაჩერეს ევროინტეგრაცია ამ ქვეყანაში და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ჩამოგვაშორონ ევროპას, რომელიც ჩვენი ერთადერთი ხსნა არის და ერთადერთი გზა საქართველოსთვის გადარჩენის და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების. მთავრებულები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან, მათ ასეთი ბანერი მოიტანეს რუსთაველის გამზირზე. კაცში ხედავთ, რომ კვლევა და სწავლება თავისუფლებისა და სამართლიანობის უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას, ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს. ესეთი ბანერი მოიტანეს ადგილზე. მარში გამართეს დღეს გერმანიაში კურსდამთავრებულებმა, რომელიც მოეწყო გერმანიის საელჩოდან და დასრულდა აქ რუსთაველის გამზირზე.